გუშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი შეხვდა გუნდს, რომლის მიმართაც ბავშვობიდან მოყოლებული განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. და ყველაფერი დასრულდა იდეალურად. იდეალურად, იმიტომ რომ ჩემი აზრით გუშინ ხვიჩა კვარაცხელიამ პირადად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. პირადად, იმიტომ რომ 65 წუთამდე რეალურად არსენალი არანაირ სივრცეს არ უტოვებდა PSG-ს. არაფრის შესაძლებლობას არ აძლევდა. არც დუეს, არც დემბელეს. მანამ სანამ კვარამ პირადად არ იფეთქა არაფრიდან შექმნა ეპიზოდი და გამოიმუშავა თავისი გუნდისთვის 11-მეტრიანი. და რომ არა ეს სულელური წესი რომ თუ ექიმები ჩაერთვნენ საქმეში ფეხბურთელს არ შეუძლია ეგრევე მინდორს დაბრუნება, დარწმუნებული ვარ რომ იმ პენალს დაარტყავდა კვარა რა. არც დაუთმობდა არავის იმ სიტუაციაში და არც არავინ არ შეეცილებოდა რეალურად. მე მგონია რომ ბევრი კიდე ბოლომდე ვერაც ცნობიერებს თუ რა დონის ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია. ის რომ თავის პოზიციაზე ულაპარაკოთ საუკეთესო არის, მე მგონი მაგაზე არავინ არ დაობს, მაგრამ ზოგადად რა გავლენასაც ის ახდენს მსოფლიოს საუკეთესო კლუბზე, მე არ ვიცი ვინ შეიძლება შევადაროთ მას თანამედროვე ფეხბურთში. მოკლედ, ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია და მადლობა მას ამ ემოციებისთვის, რომელსაც ის გჩუქნის უკვე მერამდენი სეზონია. ახლა რაც შეეხება არსენალს. როგორც უკვე გითხარით, ჩემი პირველი საფეხბურთო სიყვარული სწორედ არსენალი არის 2000-იანების სტარტზე, იმ გუნდმა ანრით, ბერკამპით, ძველი ჰაიბერით. სწორედ მათ მიუძღვით ყველაზე დიდი წვლილი იმაში, რომ მე ფეხბურთი ესე შემიყვარდა. და სწორედ იმ დროიდან მოყოლებული მე ისეთი ძლიერი არსენალი არ მინახავს, როგორც მიმდინარე სეზონშია რა. გასაგებია, ბევრს არ მოსწონს იმის გამო, რომ რაღაცა მაინდა-მაინც ეფექტურ, ვიზუალურად ეფექტურ ფეხბურთს არ თამაშობენ, თუმცა ის რა სიძლიერის გუნდიც არის წელს არსენალი. რეალურად ბოლო 2 სეზონის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო ის, რაც გუშინ შეძლო არსენალმა. ვერცერთმა გუნდმა ვერ გაუწია იმ ხელაწინააღმდეგობა PSG-ს, როგორც გაუწია არსენალმა. და ბრავო მიკელ არტეტას. ნამდვილად ბრავო მიკელ არტეტას. და მადლობა ფეხბურთს აი ამ ყველაფრისთვის, ამ ემოციებისთვის და ამ შთაბეჭდილებებისთვის. მოკლედ, გილოცავთ, მეგობრებო, კვარას კიდევ ერთ დიდ ტიტულს. ჩემპიონთა ლიგა გვემშვიდობება სექტემბრამდე, მაგრამ წინ გველის მსოფლიოს ჩემპიონატი. ასე რომ, უყუროთ ფეხბურთს, ვისიამოვნოთ, გამოვიწეროთ ჩემი გვერდი და უგოლშემატკივროთ.